ეგრე. აი ესეთ ვიდეო იქნება მერე. მასობაში ლამაზი ხედი, ნელ-ნელა მივყვებით ბილიქს. აგერ. არცუდია დიდი ვერაფერი რა, მაგრამ გონი ღირს რა დღისთვის კი არა და 3 საათისთვის აღმოსვლა ჩვენ და გვერმა დილით. ესე იგი გუშინ მთელი დღე დავრბოდი, საიდან გადის მანგლისის ავტობუსი. ან მარშრუტკა. ან რა ვიცი, ნებისმიერი ტრანსპორტი რა ზოგადად რომ მივიდეთ მანგლისამდე. იმიტომ რომ ბილიკი იწყება ზუსტად მანგლისში. მანგლისიდან. ხო და დილით მითხრეს რომ 9-ზე გადის. თქმა უნდა, მეც იყო გავაღვიძე დილადრიან. მეთქი 9:30-ზე იყავი ცენტრალში, მაგრამ ცენტრალი არ მithქვამს, სადგური ვთქვი და ეკო სეგნა სამგორი. რა თქმა უნდა, დააგვიანდა, შეეშალა სადგური. გავიდა სამგორში. ჩამოვიდა უკან. ასე იბოდიალა დილით. მე გავარ ველოდები. მაგრამ საქმე იმაშია რომ ავტობუსი გადიოდა 10-ზე და არა 9-ზე. მადლობ, მე დამაყდა ძილი. ჩვენ დაგვაყდა ძილი, მე დამაყდა ჭამა. იმიტომ რომ დილით ერთი ჭიქა ყავა. ყავა არ გაფუჭებულა, მაგრამ სარწყი მანქანის მილი გამსკდა რა და დილით რომ ვიღვიძებ რას ვხედავ. გუბე დგას წყლის სამზარეულოში. პანიკა. ეგრევე პანიკა გავაღვიძე ყველა ზაგში. ადაკი გავიტვარეთ. რა თქმა უნდა ეგრე არ იყო, მაგრამ ხანუ დილის ფორს-მაჟორი უნდა იქეთ. მაგრამ მაინც ჩვენ ტრეკზე ვართ, მივდივართ ისეთ ლამაზ ადგილას, მზე გვანათებს, კაშკაშებს. ცოტა გადაგვჭა. მერე კოტეჯსაც გაჩვენებთ. Fashion Week-ზე ხო არ ხარ, როგორ მოდიხარ ეს პოდიუმის სათვალე საიდან? ერთი წამით. ჩვენ სათვალეში იღებთ. არ ვარ. ვარიანტი. ესე იგი ჩვენ განვიხილავთ ტაქტიკალში ნაყიდ სათვალეს. მეც მაჩუკას თორე. მე არ ვიყიდი ასტროს. ვიარეთ, ცოტა ვიარეთ, მივადა იქით აი ამ გუბეს. მაგრამ ნახეთ როგორი სილამაზეა. წაირეკლება სასწაულად. ისეთი ლურჯი, ზურმუხტისფერი, მოფირუზფრო, არ ვიცი თუ აღავიქვამთ ფერებს, მაგრამ ისე ჩანს. ესეთი ლამაზი ხედებია. ბილიკი მიდის. Next keep left. ხო. ნავიგატორი მეუბნება next keep left. ესე იგი მარცხენა მხარე უნდა დავიჭიროთ. ესეც ჩვენი ბილიკი, რომელიც მიგვიყვანს აი ამ ლამაზ კოტეჯამდე. დღეს კიდე სხვა ჯგუფი რჩება, თუმცა ჩვენ შემდეგში დავრჩებით. ეს ლამაზი ფიჭვნარი, ლამაზი ტყე. მეგობრებო, ჩვენ მივედით კოტეჯამდე. თუმცა დღეს სხვა ჯგუფიც აქ რჩება, ამიტომ ჩვენ დღეს არ ვრჩებით ამ კოტეჯში. თუმცა საკმაოდ ლამაზი გარემო დაგვხვდა. კოცონის დასუნთები ადგილიც არის, საპიკნიკე ადგილიც არის. ლამაზი 2 სართულიანი კოტეჯია. იცი ალბათ 20 კაცის ადგილი იქნება. მოინახება იატაკზე რა თქმა უნდა. ესე აგერ ნიშნული ჩანს. აი აგერ პანორამული ხედი. ესეთი იშლება. დადამც. მარკირება ხდება ბილიკზე. წრიული ბილიკის არის. აგერ ნიშნულები და წყლის ხმა გვესმის დიდი ალბათობით აქ წყარო იქნება სადღაცას და
წყალიც ჩამოდის აგერ. თუმცა რამდენად არის კარგი დასალევად არ ვიცი. ესე მამაზი ხეობა და ეკამეუბნება რომ აგერ დასალევად არისო წყარო.